ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის დაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. კანონმდებლებმა კორუფციის შესახებ კანონში გატარებულ ცვლილებებზე განმარტებები გააკეთეს. მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლები გათავისუფლებულები არიან იმ ვალდებულებებისგან, რაც სხვა საჯარო მოხელეებს აქვთ. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ უშუალოდ ტელევიზიაში სხვადასხვა პოზიციები დაიკავონ და პარალელურად კერძო სექტორშიც დასაქმდნენ, თუმცა საჭიროა ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პედაგოგებთან დაკავშირებულ საკითხზეც ისაუბრა. კორუფციის შესახებ კანონში რაც ცვლილებაც არის განხორციელებული, იქ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარის ტელევიზია და აჭარის რადიო, რომლებიც სიპებს წარმოადგენს, მათი თანამშრომლები, ასე ვთქვათ, გათავისუფლებულები არიან იმ ტიპის ვალდებულებებისგან, რაც დანარჩენ საჯარო მოხელეებს აქვთ, რომ ერთდროულად ვერ იმუშავებენ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სამსახურებში, ხოლო ეს ტელევიზიის თანამშრომლებს აქვთ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა, რომ უშუალო ტელევიზიაში სხვადასხვა პოზიციები დაიკავონ, თქვათ, სხვადასხვა გადაცემები წაიყვანონ, შეუძლიათ კერძო სექტორშიც იმუშაონ, შეუძლიათ საჯარო სექტორშიც იმუშაონ, ოღონდ საჯარო სექტორში მუშაობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად დაჭირდებათ მათი უშუალო ხელმძღვანელის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ პარალელურად ტელევიზიაშიც გააგრძელონ საქმიანობა. გარკვეულმა პირებმა არ გვირდება, რომ პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ პირებზე გვაქვს საუბარი. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ამავდროულად საზოგადოების გაღიზიანებისთვის განსაკუთრებით ძალიან პატივსაცემ პირთა წრეს გულისხმობ, რა თქმა უნდა, და ადამიანებს, ესენი არიან პედაგოგების შეცდომაში შესაყვანად, მათ ცდილობენ, რომ ინფორმაცია გავრცელონ თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი გრძალავს, ან რაიმე დამატებითი რეგულაცია არის შემოსული ამ საკითხთან დაკავშირებით. სალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად პედაგოგებს შეუძლიათ, რომ თამამად მოამზადონ და თავიანთი ცოდნა გადასცენ ბავშვებს თუ არასრულწლოვანებს ნებისმიერ პირს.